ნიკუშ დაგიგროვდა 5000 ფოლოვერი, ამოდი პირობის შესრულების დროა. ნიკუშ, ამო ნიკუშ. წავიდა მუშაობა. კი. მოკლედ 10 წუთი. 10 წუთი არ TikTok-ზე, არ YouTube-ზე, ვინც დამაფოლოვა და თუმე ვერ გავძელი. ყველას ვიხავ 100 ლარს ხალხო. აი ესე დაკოჭინე. თუ არ გავძელი. ვინც ჩემი ფოლოვერი იყო და მიწერდა ხარ ყველას უთიმადია. მათე ერთ წუთში ერთხელ მითხარი, კაი? კაი. სულ 10 ჯერ უნდა თქვა. ოკეი. კედელს არ დავეჯახო, ხო? ოკეი. მოკლედ ახლა ხუმრობებს დაიწყებენ, რომ აი ნეხი ხარ და არის ძირები. არა ხალხო. მოცურავე ნეხვისგან იმის განსხვავდება. გარდა იმისა, რომ ტილტივებს იქით აიღე მარჯვნივ ცოტა, მარჯვნივ. ესე? ხო. გარდა იმისა, რომ მარჯვნივ წადი. გარდა იმისა, რომ ნეხი ტილტივებს ხოლოს ის უბრალოდ ტილტივებს და მიყვება ყველანაირ დინებას და ინტერესებს წაიღებს. ხოლო მოცურავე მოუხვევს მარჯვნივ, მოუხვევს მარცხნივ, თუნდა გაჩერდება, თუნდა პლისფერ ჩავა, თუნდა პლისფერი გამოვა. ასე რომ მოცურავე და ნეხი არ შეიძლება. ჩემი ხო კარგად ისმის? ცოტა ხმამაღლა თუ იტყვი უკეთესია. ხო, კაი. მოკლედ დიდი მადლობა ხალხო ყველას, ვინც მხარდაჭერის კომენტარებს მიწევდა. მართლა კარგია და სასიამოვნო ესეთი გამომწერები რომ ყავს, მართლა მაგრად მიხარია და ვფიქრობ, რომ აი ეს ადამიანები, ვინც ჩემი ვიდეოებით ისწავლათ სურვა, არიან ყველაზე მაგრები. იმიტომ კი არა, რომ ჩემი ვიდეოებს უყურებენ. იმიტომ რომ мотивация აქვს მას რა. იმის რომ ისწავლონ სურვა და გახდნენ უკეთესი. აი, იმათაც დიდი მადლობა. ვინცაც უბრალოდ სურვილია და ფაქტობრივი შეწყვეტა. მათე 2 წუთი გავიდა. 2. იმათაც დიდი მადლობა, ვინცაც სურვილია. ეხლა გაქვს შანსი მოიგოთ რეალურად 100 ლარი, იმიტომ რომ ცოტათი დაღლილი ვარ და შეიძლება ჩავიძინო. ნუ გეშინია, გახსოვთ, არ დაუშვები, აქ მიშველია მოცურავეები და თქვენი 100 ლარი არ დაიკარგება. მაგრამ თუ მე გავძელი 10 წუთი, მე შეიძლება ვიყიდო მაიბახი. მაიბახი? ჰა? მაიბახი? მაიბახი. ვაა. აი რანთანა, მაგრამ რო ვარ რა შეხედა. მაგრამ პრინციპში ძღოლი მოგემსახურება. ჰა? ძღოლი მოგემსახურება, მე ვიქნები მძღოლი. უთო მაგარი ფერაგოგო თუ იქნება, ნუ არ ჩაუგრემანი. ან რიჟა. ოსა გოგო, რომელიც ვარჯიშობს. გოგოები, რომლებიც არ ვარჯიშობენ, ეგენი არ მიყვარს. ეს კიდე საკითხია რა. გოგოებო, მარტო სიგამხდრი არ არის საკმარისი. თუ მარტო გამხდარი ხარ, თუნდაც ძალიან მოდუნებული და ეგეთი არ მომწონს რა. გოგოებს უნდა ქონდეთ და ბიჭებსაც პრინციპში კუნთი ტონუსში. ეგ მომწონს. ვაშეტა კუნთები არის მეორე ახალგაზრდობის საშუალება. თუ კუნთი გაქვს წესრიგში, ჩათვალეთ არასოდეს არ დაბერდება. ასე რომ გოგოები და ბიჭებო ამოძრავეთ კუნთები. მათე? ხო. კედელს ყარ ვეჯახები? არა, კარგად მიდიხარ. ხო. 4 წუთი გავიდა. რამდენი? 4. 4 ვახჩენ. ეხა სურვა ახტუნებს თუ არა გეტყვით რა? რაღაცაზე ხოლმე ვილაპარაკო აქ რა. სურვა ახტუნებს ხალხო სამჯერ უფრო ეფექტურად ვიდრე სირბილი ან რაღაც ვარჯიში. და რატო? სურვის დროს თქვენ უჟანგბადობის სივრცეში მუშაობთ, ასევე დავალ ტემპერატურაზე და ფიზიკური დატვირთვა. ეს სამივე ერთად აჩქარებს მეტაბოლიზმს, რომელიც ხელს უთხოვს გახდომაში, ტონის დაკრებაში რა. ასე რომ გაითვალისწინოთ. აზრების თავმოყრა და წესიერად ლაპარაკი ცოტა ძნელია ეს.
მე როგორ ამოვიდა შენეფტითო. აუ ხო გასკოჩილი თან. მათე კედელთან ახლოს ვარ? არა. არა. კარგად ხარ. ჩემი ხმა კარგად იხვის ეტა? მე მგონი კი. იმედია რა. იმიტომ რომ შენი ხმა ხო იცი ხა ყურებით იფშვა. მოკლედ ხალხო, სიმართლეს გეტყვით, ეს არც თუ ისე ძნელია. რადგან ვინც იცის თურვა, იმან იცის რა უნდა ქნას. თავარი პრინციპები რა არის? სუნთქვა, ერთი. მეორე, თავის პოზიცია. და მესამე, სიმშვიდე. აი ეს ყველაფერი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ არ ჩაიძირო. ყალში. მე რა რომ ხელებს და ფეხებს არ ამოძრავებ. შეგიძლიათ ცოტა ესეთი ტალღისებრი მოძრაობა გააკეთოთ, თუ გაჭირდა და ამოხვალ ზევიდან. ანუ ეს მოძრაობაც არ არის რა, უბრალოდ აი წარმოიდგინეთ ლოგინზე წევხართ და ბეჭებით აწვევით იმას. რა ქვია, ლეიქს რა. აი ლოგინზე ესეცა და ამოხვალ. მე ცოტა ხანი ხარ ესე რა. 6 წუთი. ეს ვიდეო სრულიად აიტვირთება YouTube-ში. ვისაც ეწვი ეპარება. ეს დავზრდები. და TikTok-ზე და Shorts-ზე ცოტა დავწვი რა. იმიტომ რომ TikTok-ზე აქტივ ხარ ვიმიქრე. რამდენი დარჩა? 6 წუთი გავიდა. 5? 4 წუთი დარჩა, 6 გავიდა. აჰა. მათე. ხო. ეხა ეს შესაძლოა გახარ, საფხარ მარჯვნივ თუ მარცხნივ? შენგან მარცხნივ უკვე. მარცხნივ? კი. აჰა. კედელს ხო არ უახლოვდები? აი ეხა მოდიხარ უკვე კედელთან. მოუტრიალდე? იქით მიტრიალდი, მარჯვნივ წადი. აი ეგრე. კაი, აი ეხა კედელს შეეხები. წადი. ოპა, მე მგონი ვიგებთ ასლარს. წადი იქით. გადდარჩა რა. აი ეს იყო პრობლემა. მარცხნივ წადი ცოტა, მარცხნივ. აი ეს იყო პრობლემა. მეთქი მოვიგე. მაგრამ იგივე მეთოდი რა. ჰაერის შეკავება. სიმშვიდე და ზურგის ტალღოვანმა მოძრაობამ გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან და ისევ დამაბრუნა წყლის ზედაპირზე. ნიკუს ჯობია მოტრიალდე. ჰა? ჯობია მოტრიალდე და მეორე მხარეს წავიდეთ. ეგრე. ეს რას მატერიალებს ამდეს? ხალხია იქით ბევრი. ოპა. ეს იყო მცდელობა რომ წაგეგო, მაგრამ ჩააბარე. კედელი შორსაა? კი. კარჩო თუ კედელს ვეჯახები, ხელი დამახვედრით, აი? ხო. თავი რო არ უგლიჯო. კი. 8 წუთი გავიდა, 2 წუთი დარჩა. აჰა. 2 წუთი დარჩა. აქედან ორჯერ კინაღამ წავედი. იქ სადაც ზუმამ პირამიდები. ეხა კედელთან ახლოს ვარ, ანუ გვერდითა კედელთან. არა. ანუ ჩემი ხმა რომ კარგად ისყოდეს ახლოს ვარ? წამო აქეთ ცოტა რომ კარგად ისმოდეს. ჰა? წამო ცოტა მომიახლოვდი, მე მომიახლოვდი. წამო. კიდე აიღე. წამო, კიდე აიღე ჩემკენ. აი ეგრე წამოდი და მოხვალ. ჰოპ. ეხა ო ეგ არის, ვсё. ანუ პირველი რა იძირება, იცი? ფეხები. ხო. ფეხებს არ უნდა მიცე ჩაძირვის საშუალება. და ფეხებს ჩაძირვის საშუალება რო არ მიცე, უნდა დააწვე ზურგს. იმიტომ რომ ჩემი ფილტვები ეხა არის ჩათვალეთ ჩემი სამაშველო ჟილეტი რა. როგორც ჟილეტი იბერება და ჰაერს, ანუ წყალში ჰაერის ხარჯზე გამყოფებს, ისი არის ეხა ჩემი ფილტვები. ბოლო წუთი დარჩა. ჰა? ბოლო წუთი დარჩა, 1. ეხლა უნდა მოგატრიალო რომ იქნებ წააგო. მომატრიალო გინდა კიდე. მოტრიალდე? მოტრიალდი, აბა. ეხლა მართლა რომ წააგო. ვაიმე. ვა, მაინც გაუძლო. რამდენი წამი?
ბოლო 10 წამს დაგითვლი. ჰა? ბოლო 10 წამს დავითვლი. ხო. ბიჭო ძალიან დავიღალე. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. სო, ეხლა თუ გადარჩა ჩელენჯი ჩაბარებულია. ეგ არის. გადავჭი. წავო ეხლა всё ამოდი. მორჩა. კი. მაინც წავაგეთ და სათხა. წამო. მოდი, შორს ხარჯებ. მოდი. ეგ არის.